კვლევების მიხედვით, მეგობრებო, ალკოჰოლი საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანით დღეს მსოფლიოში არის პირველ ადგილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გვეუბნება, რომ არ არსებობს ალკოჰოლის რაღაც უსაფრთხო დოზა. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი ლეგალური ნარკოტიკია, არ ნიშნავს, მეგობრებო, რომ ეს უსაფრთხოა. დღეს საჭირო ჩავთვალე, რომ ეს ვიდეო ჩამეწერა, იმიტომ რომ ბევრი მიმოწერა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც იტანჯებიან ალკოჰოლის პრობლემით. ბევრ ადამიანსაც პირადადაც ვიცნობ და ყოველდღე მაქვს თითქმის შეხება დეტოქს კლინიკაში. ამიტომ, მეგობრებო, ეს ალკოჰოლი არ არის არანაირი გართობის საშუალება და შემიძლია, რა ვიცი, ჩამოგითვალოთ, მოკლედ, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ყოველდღიური მოხმარება რას გართმევთ? პირველი ეს არის ფუნქციას კარგავთ, ხო? ანუ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მთვრალი ადამიანმა საჭ შეიძლება მაგალითად იმუშაოს, ან იფუნქციონიროს, საჭესთან ვერ დაждდება, სამედიცინო რამე დაწესებულებაში ვერ იმუშაებს, რაიმე სერიოზული პასუხისგებლობა ფინანსებთან, ან საზოგადოებასთან, მოკლედ ვერაფერს ვერ ჩააბარებ ადამიანს. ასევე ალკოჰოლი ყველაზეძლიერად მუშაობს ტვინის წინა მხარეზე, პრეფრონტალურ ქერგზე, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე, პასუხისმგებლობაზე, გადაწყვეტილებებზე, ლოგიკურ აზროვნებაზე. ანუ მთლიანად აზიანებს ტვინის წინა მხარეს და ასევე, როდესაც ადამიანი არის მოხმარებაში, მოკლედ ტვინის ეს ნაწილი სრულად ეთიშება და მხოლოდ ემოციებზე არის ადამიანი, ან აგრესიულია და ყველას ეჩხუბება, ან ილიკოგონია სუხიშვილი და თითქოს მაგრად ცეკვავს და მაგრად მღერის და მეორე დღეს რა ხდება? დამნაშავების შეგრძნება, ეს რა დამემართა და აი ამ ტკივნეულ მოგონებას ფიქრებს და წარსულს რო ვერ ღებულობს, ისევ რას აკეთებს? ისევ დილიდან ან ლოგინის გვერდით უდგას სასმელი და სვამს, ან მაღაზიაში გარბის. მეორე, მეგობრებო, რასაც გაკარგინებს სასმელი, ეს არის თქვენი პირადი სოციუმი. როგორ წარმოგიდგენია, ხო, ყოველ დღე მთვრალ ადამიანთან კონდეს საქმე, ხო, რომელიც არაადეკვატურად აზროვნებს, არაადეკვატურად იქცევა, ყარს სპირტის სუნით. მოკლედ, სასმელი, რასაც გაკარგინეთ, მეგობრებო, არის თქვენი სოციუმი და ხშირ შემთხვევაში როგორ არის, ხო, ყველა ალკოდამოკიდებული ადამიანი რჩება ბოთლთან და ნოუთბუქთან ერთად და ტელევიზორთან, ხო, ჩართული აქვს რაღაც 24 საათ რაღაც ვიდეო, ასე შემდეგ, სასმელი, ნახევარი ვაშლი და ეს არის მისი მთელი დღის რაციონის და მისი მეგობარის ნოუთბუქი ხდება ან ტელევიზორი. და მესამე, მეგობრებო, სიკვდილთან ხარ ძალიან ახლოს, იმიტომ რომ სასმელი იწვევს ეგრეთ წოდებულ ზაპოის, ზაპოი იწვევს ეგრეთ წოდებულ ბელაიეგარიაჩკას, ბელაიეგარიაჩკაზე, რაც არის თეთრი ცხელება, ძალიან ბევრი ადამიანს დაუმთავრებია ფატალურად სიცოცხლე. ამიტომ კარგად დაფიქრდი, მეგობარო, ეხლა რასაც მოიხმარ, სასმელი არის რაღაც ღვთაებრივი სითხე, თუ პირიქით ეშმაკი სითხეა, რომელსაც ადამიანი მიყავს სამარიაში. დიდი მადლობა.